მენდი მოდის, შენი საქმე ნამდვილად ცუდადაა. დაიმალე, კამილ. ჰალკ, აღარასოდეს გაიმეორო ეს. ხომ იცი, რომ არ მომწონს. რაც თავარია მენდის მოსწონს. ხომ ასეა? ახლა დაიწყებს, მე ვარ კამპუსის ადმინისტრატორი. შენ მოხვდები ჩემს შავ სიაში. ეს ერთადერთია, რისი გაკეთებაც მას შეუძლია. შავ სიაში ამატებს მოსწავლეებს. ფეხები მალე ასპალტზე მიეწებება. თუ შეხვედრა 5 წუთში არ დაიწყება, ვარჯიშზე მივდივართ. ლოლა, ნუ მატრაკვეცობ, არსად არ წახვალ. სერიოზულად ვამბობ, მე ნამდვილად მივდივარ. ფაზლ, კამპუსის შემდგომ ვაპირებთ პონკას სახლში ასვლას. უკან დაიხიე. ლუზერებთან არ მეგობრობ, ეს სასაცილო იქნება. მეგობრებო, ნახეთ, მე ვარ სულელი ჰალკი, სულელი ვარ, სულელი არ ვარ. რაიმე პრობლემაა? არა, მე კი მეგონა რომ პრობლემა იყო. მორჩა, 5 წუთი გავიდა, ვარჯიშზე მივდივარ. გაჩერდი. დამშვიდი. ხო, მეგობრებო, ჩვენ ცუდი ამბავი გვაქვს. ხო, მართლა ცუდი ამბავია. ჩვენ ხურავთ კამპუსს? არის რაიმე პრობლემა? არა, და მე მეგონა რომ პრობლემა იყო. ამაზე უარესია, ჩვენს პლანეტას საფრთხე ემუქრება. რა? ეკოლოგია, გსმენიათ ამ სიტყვების შესახებ? მე მსმენია, პროტეინი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. მე მას კილოგრამობით ვჭამ და ამიტომაც ვარ ასეთი დიდი. მიდი აკოცე ამას. მე არ გაკოცებ ხელზე. მე ყველაფერი ვიცი გარემოს შესახებ და შემიძლია მოგიყვეთ. მადლობთ, არ არის საჭირო. თქვენნაირი ადამიანების გამო იტანჯება ჩვენი გარემო. ხო, მენდიმ და ჩაკმა დღეს მთელს კამპუსში მიმოფანტული პლასმასის მთელი ტომარა გაავსეს. იცოდით, რომ პლასმასი არ იშლება და ის დიდ ზიანს აყენებს არა მხოლოდ ბუნებას, არამედ ჩვენს? იცოდით ეს? როგორ შეიძლება ბოთლმა რაიმე დაგვიზიანოს, ჰა? კარგი ბუშტო, გაჩუმდი. კიდევ ერთხელ ავხსნი. ყოველწლიურად დაახლოებით 13 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი ხდება ოკეანეში. დელფინები ამის გამო იტანჯებიან. არა მხოლოდ დელფინები, ზვიგენებიც და კუებიც. და პლასმასის ბოთლები ასევე კეტავს კანალიზაციას. პონკა, სულელი ნუ ხარ. ამ დღიდან მოყოლებული ოფიცერი ჩაკი და ადმინისტრატორი მენდი მეთვალყურეობას გაგიწევენ. არავინ დაყრის ნაგავს. ასევე გვაქვს სპეციალური ურნები ნაგვის ჩასაყრელად. ჩაკ. ხო, მენდი. სწორედ აქ ვყრით საკვების ნარჩენებს. აქ ჩაყრით შუშას. და ეს არის პლასტიკატებისთვის. ბიჭებო, ბიტა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია და აქ უკვე დამხალე ამ ბიტით. ჩანდაბა, რა გააკეთებ? ახლა კალათბურთს ითამაშებ. შენ თვითონ ითამაშებ. ეს ჩემია. ეს კონტეინერი არის მინის და არა ლითონისთვის. მე მიყვარს ჩემი ბიტა. მასწავლებელო მაქს, მე მაქვს კიდევ ერთი გარემოს დაცვითი იდეა. მე ვეთანხმები პლასტმასისგან თავის დაღწევას კამპუსში და ასევე პირადად გავუწევ მეთვალყურეობას მოზარდებს. პონკა, რატომ ერევი ყველაფერში? მე ვარ გარემოს და დელფინების გადარჩენის მომხრე. დაწყევლილი დელფინები. ადვილი არ იქნება, მაგრამ კარგი იდეაა. მენდი გაითვალისწინე. გავიგე. მე დელფინები არ მაინტერესებს. ნაგავს მაინც დავახარისხებ. დაიმახსოვრეთ, შეარჩიეთ სწორი ნაგვის ურნა. მენდი, ჩაკ, წავიდეთ. შეხედეთ გოგოებო, არაეკოლოგიურად სუფთაინი მარტო მიდის სადღაც. სწორედ ასეა, ეკოლოგიურად არასუფთა ჩოგბურთელო გოგონა.
ოჰ, გოგოებო, შეხედეთ, ეს პლასტიკატია და პლასტმასი დაუშვებელია კამპუსში. მომეცი, ეს ჩემია. ვერ გაიგე, რა თქვა ადმინისტრატორმა. ყველა პლასტმასი მიდის ნაგავში. განსაკუთრებული ხარ? შენი ბოთლი არის პლასტმასის. შენ მავნე ხარ გარემოსთვის. გასაგებია? თქვენი ბოთლებიც პლასტიკურია, გოგონებო. ჯერ ერთი ჩვენ ჩოგბურთელი ქალბატონები ვართ. მილიონჯერ გითხარით. და მეორეც ჩვენი ბოთლები დამზადებულია ეკოპლასტიკისგან. ამის შესახებ გსმენია საერთოდ რამე? ჩვენ დელფინებს არ ვაყენებთ ზიანს. აი შენ კი აყენებ. ნუ მეუბრები ამ სისულელეს. მე მიყვარს დელფინები. აბა, შეგიძლიათ დაემშვიდობა საყვარელ ბოთლს. თქვენ ამას ინანებთ. მე ბოთლს აუცილებლად დავიბრუნებ. ჰო, ეკოპლასტმასი რა ჯანდაბა? წარმოდგენა არ მაქვს. ის ტკბილეული გუში რო გავსინჯე, მაგარი იყო. მენდი, რაღაც მინდოდა მეთქვა, მომწონს შენი წარმოდგენები, ნაგვის, გარემოს და ზოგადად ამ ყველაფრის შესახებ. კამილ, ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა ჩემი იდეა. შენც მოგწონს ხომ დელფინები? ხო, რაღაც ამდაგვარი. შვენიერი ადმინისტრატორი ხარ. მენდი, გამოიცანი რა ვქენი, პლასმასის კონტეინერში ჩავყარეთ ჩემი პლასმასის პროტეინის შეიკის ბოთლი. კარგია, ჰალკ. მენდი, შენი შავი სიიდან შეგიძლია ამომწერო? კარგი, ხო, ამოგწერ. მეც ამომწერე შენი შავი სიიდან, მენდი. ნაიც, რომ იცოდე, როგორ მაბრაზებ. კარგი, ამოგწერ. ახლა წადი აქედან. კარგი. ფაზლ, რას აკეთებ? რა ჯანდაბა, ვერ ხედავ რომ სვავ? მომეცი აქ. არა, მე არ მოგცემ. შენ ზიანს აყენებ ბუნებას და დელფინებს. ხელის გულებიდან უნდა დავლიო? დელფინები გეტყვიან მადლობას. ჯანდაბა შენ, შენი პლასტიკატები და შენი დელფინები. შეგეძლო უბრალოდ წასულიყავი. დელფინები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ადამიანები. რომ იცოდე, მათ აქვთ ეკოლოკაცია. დელფინების მკვლელი. გამარჯობა ადმინისტრატორო მენდი. გამარჯობა ჩოგბურთელებო. ჩაკ. რა ხდება მენდი? მოდი აქ. რა იყო მენდი? დარწმუნდი რომ მოზარდები ჩემს მაგიდასთან ახლოს არ მოვლენ. ჯანდაბა მენდი, რამდენ ხანში დაბრუნდები? უბრალოდ ბევრი დრო არ მაქვს. შენ ეს იცი. არა, სულ 5 წუთი დამჭირდება. კარგი. დიახ, აქ ყველაფერი პლასმასისგან ყოფილა დამზადებული. კაქტუსი, ფანქრის ყუთი, პანდა. არა უშავს, ოფიცერი ჩაკი გადაარჩენს ამ პლანეტას. ახლავე, ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს ნივთი. გადავარჩინოთ დელფინები. მადლობა, ჩაკ. კეთილი იყო შენი დაბრუნება, მენდი. ჩაკ, გაჩერდი. ამჯერად რა მოხდა, მენდი? სად არის ჩემი ნივთები, ჩაკ? პლასმას გულისხმობ? მოვაშორე. პლანეტის გადარჩენა გლობალური კატასტროფისგან მთავარია, ხომ იცი? შესულელო, სად არის ჩემი საყვარელი კაქტუსი და პანდა დათვი? ისინი წითელ კონტეინერში არიან. წადი და დააბრუნე ისინი ახლავე. ახლავე. მე უნდა წავიდე, მაქსი მელოდება. ჩაკ. მენდი, რამე გაწუხებს? რა მოხდა? მენდი, ბოდიშს გიხდით, რომ ხელი შეგიშალეთ, მაგრამ რომ იცოდე, გარედან კარგად არ ჩანს ეს ყველაფერი. კამპუსის ადმინისტრატორი უსახლკაროსავით იქექება ნაგვის ურნაში. თქვენ ხართ უსახლკაროები, ჩემს ნივთებს ვეძებ. არა მარტო გადაყარეს, არამედ ურნებიც აურიეს.
ალბათ უნდა წავიდეთ აქედან. აქ ნაგვის სუნი მაწუხებს. ჰო, წადით აქედან. ბიჭებო, რას გააკეთებთ არდადეგების დროს? მე ვაპირებ მთელი არდადეგები ვარჯიშს და დაგ შენ სამსახური ვიშოვე, სასადილოში ვიმუშავებ. ჩემს სახლთან ახლოს ნახევარ განაკვეთზე შენ გექნება შენი ფული და არ მოგიწევს მშობლებისთვის თხოვნა. პირადად მე დიდი ხანია უკვე მშობლებს ფულს აღარ ვთხოვ და საიდან შოულობ აბა ფულს? ჩემი ძმა მაძლევს. შენ გაგიმართლა რომ ძმა გყავს. ხო, მე კიდე მშობლებს ვთხოვ ფულს, მაგრამ არდადეგებზე მეც ვიშოვი სამსახურს და დავიწყებ ჩემთვის ფულის მოგროვებას. რაზე ლაპარაკობთ ბიჭებო? ჩემი საქმე არაა ფაზლა. უბრალოდ გეკითხებით. მე ნამდვილად არ მაინტერესებს სინამდვილეში რაზე ლაპარაკობთ. ისე რომ იცოდეთ, მე საკუთარი გუნდის აწყობას ვაპირებ. გინდათ რომ ჩემს გუნდს შემოუერთდეთ? არავის. ხოდა სულ ტყუილად. ბიჭებო, სად წაყვედით? ჩვენ დაგკარგეთ. არ ვიცით როგორ მოვიშოროთ ერთი ლუზერი ბიჭი. აბა რა სიტყვით, პარკში ხომ არ გავისეირნოთ გოგონებო? დენს ძალიან რომანტიკული ხარ. წავიდეთ გოგოებო, წავიდეთ. გთხოვთ იფიქრეთ ჩემ შემოთავაზებაზე. ადგილები შეზღუდულია ლუზერი ბიჭები. მეგობრებო, კომენტარებში მითხარით, მოღალატეებს დაუბრუნდეთ თუ საკუთარი გუნდი შევქმნა. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ ახალ ეპიზოდებს. ყველას ნახვამდის.